ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება სავარაუდოდ ბრალს კიდევ უფრო დაუმძიმებს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩუ ახალაიას, რომელიც გასულ კვირას გლდანის ციხეში უკვე პატიმრის სტატუსით შევიდა. ახალაიას შემდეგ შეერაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მეოთხე ბრიგადის მეთაურიც დააკავეს, თუმცა მალევე გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გაერთიანებული შტაბის უფროსის უცნაური ისტორია, დაპატიმრებები, გაფიცვები, პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმცირესობის დემარში. მიდის თუ არა ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისამდე ქეთი ფარცხალად ზიარღვევდა. მე ამერიკის მითხეს რომ ამ დროს უნდა მოვედი და მოვედი. ახლა გავარკვევ რა არის. რომელ პერიოდს შეიძლება ეხებოდეს? წარმოდგენა არ მაქვს. ვარდების რევოლუციის ხელისუფლების ყველაზე სკანდალური ფიგურა პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ბაჩუ ახალაიას ბრალი თავდაცვის მინისტრობის დროს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება შეედება. ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში მას 5 სამხედრო ადანაშაულებს. ბაჩუ ახალაიამ ერთ-ერთ სამხედრო პირს დანის ტარი თავში ჩაარტყა. ახალაიას, რომელსაც ბოლო 8 წლის განმავლობაში სასჯელ აღსრულების თავმჯდომარის, შემდეგ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების თანამდებობა ეკავა და სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო, კიდევ ერთი მუხლი დაემატა. პირისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ეს არის პოლიტიკური დევნა ადამიანების უძალ ბევრი გაუკეთებიათ საქართველოში, ეს არის სამარცხვინო ფაქტი. ამარცხვინო ფაქტია, რომ ის რომ დაკავებულია გენშტაბის უფროსი. ახალაიას შემდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა დააპატიმრეს. ნაციონალურმა მოძრაობამ მაღალჩინოსნების დაპატიმრება პოლიტიკურ დევნად შეაფასა. დღესდილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ომის ერთ-ერთი გმირი და მე არ მინდა შევეხო ბრალდებას, რომლითაც ის არის დაკავებული სხვა პირებთან ერთად, არის დაკავებული ისეთ ვითარებაში, რომელიც არ შეესაბამება არც ოფიცრის ღირსებას და არც შეიარაღებული ძალების პატივისცემას და შეიარაღებული ძალების როლს ჩვენ საზოგადოებაში. კალანდაძის დაპატიმრება ღამის 3 საათზე მინისტრის კაბინეტში ეს არის ჩემი აზრით სამარცხვინო კაკებეშნიკური, ძველი კაკებეშნიკური, საბჭოთა კაკებეშნიკური მეთოდი და ქართულ ჯარში ქართველი ოფიცერის, ქართველი გმირის დაკავება ღამის 3 საათზე მინისტრის კაბინეტში ეს არის ძალიან ჩემი აზრით ამაზრზენი საქციელი, იმიტომ რომ ასეთი რამე ბოლოს საბჭოთა კაკებეს დროს ხდებოდა. მეორე დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში შემოსავლების სამსახური შევიდა. ინტერესი 3.800.000 ლარისა გადასახადო დავალიანებამ გამოიწვია, რომელიც არხს 2010 წლიდან დაუგროვდა. ტელევიზიის ადმინისტრაციისთვის მონიტორინგი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ახსნა მისი სიმბოლურობით სცადა. ნაციონალურმა მოძრაობამ ეს ფაქტიც პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა. 90-იანი წლებიდან დღემდე საგადასახადო ორგანოს შემოწმებაზე ამ ტელევიზიაში არ შემოსვლეს. დღეს არის 7 ნოემბერი, მოგეხსენებათ, იმედის ცნობილი მოვლენებიდან, ასე ვთქვათ და დღესაც 7 ნოემბერია საზოგადოებრივ მაუწყებელში. შესამოწმებელი ობიექტები საქართველოში შეირჩევა სპეციალური ელექტრონული პროგრამის საფუძველზე რისკ ფაქტორების დაყრდნობით, რომელიც შემდეგ აისახება შესამოწმებელ გეგმაში. დარგობრივი შემოწმების საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებელი და ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება K1 მოხვდა მაღალი რისკ ფაქტორის ჯგუფში. პოლიტიკური კონტექსტი, ადამიანების ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა, აი ამ სამართლებრივ ტექნიკურ ვითომ და ნაბიჯებს სულ სხვანაირ მნიშვნელობას ანიჭებს. მიმდინარე კვირაში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია მოეწყო. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ. თელასის თანამშრომლებმა გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში აღდგენა და ხელმძღვანელობის შეცვლა მოითხოვეს. კადრების მოსალოდნელი შემცირება და სამუშაო პირობები გააპროტესტეს ტყიბულის მაღაროში. 35 სკოლაში პედაგოგებმა და მშობლებმა ყოფილი დირექტორისა და მასწავლებლების დაბრუნება მოითხოვეს. აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ბენდუკიძის მიერ უნივერსიტეტის პრივატიზების შემდეგ გათავისუფლებულთა სამსახურში აღდგენა და სასწავლებლისთვის სტატუსის დაბრუნება განათლების სამინისტროსთან მოითხოვეს. ეს გაფიცულები, თქვათ, ნებსის თუ უნებლიეთ გარკვეულწილად ყოფილი ხელისუფლების ციხეზე ასხავენ წყალს იმ კუთხით, რომ მას აძლევენ იმის საშუალებას, რომ გააკეთოს, თქვათ, პედალირება მომხდარზე და თქვას, რომ ახალ ხელისუფლებას არ შეესწევს უნარი, რომ მართოს
სიტუაცია, მაგრამ მოდით შევხედოთ სიტუაციას სხვა მხარიდანაც, რომ საზოგადოებაში გაქრა შიშის ფაქტორი მოიხსნეს წნეხი, რაც არსებობდა მანამდე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. არაადეკვატური იქნებოდა ჩვენი მხრიდან, როდესაც აქ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესები ხდება, ეხება ქვეყნის მომავალს, ჩვენს ასე ვთქვათ პოლიტიკურ მომავალს და ჩვენ რაღაცა ხადურის მოადგილესთან ვიჯდეთ. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისთვის მეტი სიმწვავის შესაძენად საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობაზე გასულ კვირაში უარი განაცხადა. პარლამენტი 2013 წლის ბიუჯეტს განიხილავდა. საბიუჯეტო პროექტი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ახალმა მთავრობამ მიიჩნია, რომ ცალკეული უწყებები საჭიროზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ და 2013 წლის ბიუჯეტში მათ თანხა შეუმცირა. დაახლოებით 5 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თითქმის 14 ჯერ შეუმცირდა ბიუჯეტი უშიშროების საბჭოს. შაშანდელთა შედარებით ნაკლებ თანხას მიიღებს 9 გუბერნატორის ადმინისტრაცია, რამდენიმე სამინისტრო და ასევე სახალხო დამცველის აპარატი. ათეულობით მილიონი ლარის ეკონომია შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ამის ხარჯზე, გაუგაზრდებელი ხარჯების ხარჯზე. მაღალჩინოსნების მიმართ წინასაგამოძიებო პერიოდში პროკურატურამ დაკავება მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში მხოლოდ ბაჩუ ახალაია დარჩა. გიორგი კალანდაძე და ზურაბ შამათავა 20,000 ლარიანი გირა ოსანაცვლოდ გათავისუფლდნენ. რატომ დაბრუნდა ქვეყანაში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და წარდგა პროკურატურის წინაშე საკუთარი ნებით, მაშინ როცა მის დაპატიმრებას საზოგადოების უმრავლესობა ითხოვდა. ადვოკატი ლია მუხაშავრია ვარაუდობს, რომ ახალი დეტალები გამოიკვეთება და სისხლის სამართლის საქმე ახალაიას წინააღმდეგ შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. ძალიან კარგად ესმის ყველას, რომ ახალაია არ არის ერთადერთი იმ დანაშაულებრივ ჯაჭვში, რომელიც 100 აწუხებდა მთლიანად ქვეყანას და თუ კი ის ითამაშებს საბედისწერო როლს იმ თვალსაზრისით, რომ საგამოძიებო ორგანოებს შესაძლებლობას მისცემს დაიდოს მტკიცებულებები, გაცილებით უფრო მაღალი რანგის თანამდებობის და პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების წინააღმდეგ, მაშინ ის მიიღებს ამისათვის კუთვნილ შეღავათებს, მათ შორის საპროცესო შეთანხმების სახით და შესაძლოა მისი მხრიდან გათვლა იყო ამაზე. პროკურატურის წინაშე ახალაიას მიერ საკუთარი ნებით გამოცხადების შესახებ კიდევ რამდენიმე ვარაუდი დასახელდა. ერთ-ერთი სწორედ ისაა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი საპატიმროში უფრო უსაფრთხოდ იქნება ვიდრე გარეთ. რადგან ქვეყანაშიც და მის ფარგლებს მიღმაც ბევრი ადამიანია, ვინც შურისძიებაზე ფიქრობს. სამოქალაქო ომი ან შეიარაღებული დაპირისპირება ამის ალბათობა თეორიულად შეიძლება რომ დაუშვათ. მაგრამ ის რომ სამოქალაქო დაპირისპირებაში ვიგულისხმოთ, თქვათ, ხალხის ორად გაყოფა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ამის საფრთხე ჯერჯერობით არ ჩანს. აი თუნდაც აი ბოლო დაპატიმრებებმა არ გამოიწვია, თქვათ, აი ეს მასობრივი მღელვარება და დემონსტრაციები, რასაც ელოდა, თქვათ, უმცირესობა. ექსპერტებისთვის ნაციონალური მოძრაობის პოზიცია გასაგებია. ამბობენ, რომ უმღელვარების მიზეზი იმ ბერკეტების დაკარგვაა, რაც მათ წლების განმავლობაში გააჩნდათ. სახეზეა, რომ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლობის სივრცე თანდათან ვიწროვდება. საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა ქვეყნის საკვანძო საკითხებზე ვეღარ თანხმდება. თუ თქვათ, პრეზიდენტს გაუჩნდეს გარკვეული საბაბი იმისა, რომ მან იფიქროს, თქვათ, პარლამენტის დათხოვნაზე, მაგრამ მე ეს პერსპექტივა ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ რეალურად მეჩვენება, თუნდაც იმის გამო, რომ ჯერჯერობით საზოგადოების ანდობა ახალი ხელისუფლების მიმართ არის მაღალი და თუ კი თქვათ პრეზიდენტი მას გადაწყვეტს ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე წასვლას, მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება მისი და მისი პარტიისთვისვე არასასურველი აღმოჩნდეს. კვირის ბოლოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ფინანსური მონიტორინგი გრძელდება. რამდენიმე სტრუქტურაში გაფიცვა. ბაჩუ ახალაია გლდანის ციხეში იმყოფება. კალანდაძე და შამათავა პირობით პატიმრობაში. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული გიორგი კალანდაძე ქვეყნის პრეზიდენტმა თანამდებობაზე დააბრუნა. ჩემი რჩევა იქნება ყველაფერი ეს მოვიტოვოთ უკან, დაბრუნდით გენშტაბში და გააგრძელეთ სამშობლოს ისეთივე სამსახური, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში. სასამართლოს აქტის
ესეთი, ასე ვთქვათ, საჯაროდ, ასე ვთქვათ, უპატივცემულობა, ესე ვიტყვი, ვერ ვიტყვი კანონდარღვევას. ცუდი მაგალითი შეიძლება აღმოჩნდეს მთლიანად ჯარისთვის. გათავისუფლების დღესვე გენერალ კალანდაძეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიამ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელებთან ერთად შეხვდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, სახელმწიფო უდანაშაულობის პრეზუმციას იცავს. დღეს კი სასამართლომ გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა. როცა განიხილავთ საკითხს საჭირო ჩამოყალიბება. სწორედ ამის მოსმენა მინდოდა, აპირებს თუ არა მთავრობა ამ საკითხის, რომელიც 600,000 ადამიანს ეხება თბილისში, ამ საკითხის განხილვას. მომავალ კვირაში ფინანსთა სამინისტრო პროკურატურას კორუფციულ მასალებს გადაუგზავნის, რამაც თბილისის მერიის გადაწყვეტილების საფუძველზე დედაქალაქში სოციალური პროექტების შეწყვეტა გამოიწვია. მინისტრი ნოდარ ხადური თბილისის მერის გიგი უგულავას და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი დასაკითხ ყოფილ მაღალჩინოსანთა გრძელ სიას ადგენს. ასე რომ მომავალი კვირაც არანაკლებ ცხელი იქნება.